ძაფსიუჟეტიანი კინოს მოყვარულებისთვის საქართველოს კინოთეატრებში ცნობილი ფილმის მძევალის მესამე ნაწილი გამოდის. მასში მთავარ როლს კვლავ ლიამ ნისონი თამაშობს. Hey. Lenny. Good to see you. You too. Kim's doing okay? Yeah, seems like the usual, Kim. 2012 წლის სექტემბერში ლიამ ნისონი პრესასთან საუბრობდა, რომ მძევალის მესამე ფილმს არ გადაიღებდნენ. პირველი ორი ფილმის სცენარის ავტორი ლუკ ბესონი კი ამტკიცებდა, რომ კინოკომპანია Fox მძევალის ტრილოგიად ქცევა სურდა. მოგვიანებით მართლაც შეიქმნა სცენარი ფილმის მესამე ნაწილისთვის და რეჟისორად კვლავ მეორე ფილმის ავტორი ოლივიე მეგატონი დააბრუნეს. He joins the army. At 23, he joins the special forces. $20,000 ანაზღაურებით საკუთარ როლს დაუბრუნდა ლიამ ნისონი. მძევალის 3-ში მას პარტნიორობას ფორესტ უიტეკერი და მეგი გრეისი უწევენ. ფილმის გადაღებები 2014 წლის 29 მარტს დაიწყო ლოს-ანჯელესში. მოგვიანებით კი პროცესმა ჩრდილოეთ ამერიკაში გადაინაცვლა. Something terrible's happened to your mom. Dad, what's going on? Don't trust anyone. ქალიშვილთან კიმთან ვიზიტისას მთავარი გმირი ბრაიანი ყოფილ მეუღლეს ხვდება, რომელიც ამტკიცებს, რომ გრძნობები ბრაიანის მიმართ მიუხედავად იმისა, რომ სხვა კაცია დაქორწინებული, მაინც აქვს. ლეონორი და ბრაიანი მეორე დღეს ერთმანეთთან შეხვედრაზე თანხვდებიან. შეხვედრის ადგილას კი ბრაიანი ლეონორის გვამს პოულობს. LAPD-ც ადგილზე ჩნდება და ყოფილი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით ბრაიანს აპატიმრებენ. My first priority is to protect the only one I have left. What are you going to do? I'm going to finish this. If you go down this road, ძაფსიუჟეტიანი კინომოყვარულებისთვის ფილმი უკვე დგას საქართველოს კინოთეატრებში. CIA, they're all gonna come for you. They'll find you, and they'll stop you. Good luck.